არაჯანსაღი საკვები, უმოძრაო ცხოვრების წესი, ჭარბი წონა, სტრესული გარემო, ეს ყველა ფაქტორი ხელს უწყობს ერთი დაავადების განვითარებას, რომელიც მსოფლიოში 500 მილიონ ადამიანს აწუხებს. წარმოიდგინეთ 500 მილიონი ადამიანი, რომელსაც ეს მეტაბოლური დარღვევა აქვს, რომელიც უამრავი ჯანმრთელობისთვის საშიში მდგომარეობის განვითარების საფუძველია. დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით თანამედროვე კაცობრიობის მტერზე, ანუ მეორე ტიპის დიაბეტზე და რაც მთავარია იმ 10 ნიშანზე, რომლის ადრეულად ამოცნობას დაგეხმარებათ, რომ დროულად მიმართოთ ექიმს და ეს სერიოზული მდგომარეობა კონტროლ ქვეშ მოაქციოთ. დიაბეტი, ანუ შაქარი, როგორც მას ხალხურად ეძახიან, არის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ეს არ არის მარტივად უბრალოდ სისხლში აწეული შაქრის დონე. ეს არის ნივთიერებათა ცვლის იმგვარად მოშლა, რომელიც საფუძვლად უდევს მაგალითად გულის ინფარქტის, გულსისწრაფთა დაავადებების, ინსულტის, მხედველობის დაქვეითების, სიბრმავის განვითარებასაც კი. გარდა ამისა, ნეიროპათიას, ანუ უწვრილესი ნერვული დაბოლოებების დაზიანებას, თირკმლის დაავადებას, ანუ დიაბეტურ ნეფროპათიასაც კი, პერიფერიული არტერიების დაავადებას, რომელიც შემდეგ შეიძლება კიდურების ამპუტაციამდე, ანუ მოკვეთამდეც კი მივიდეს. არ ვიცი, რომელ ერთი გართულება ჩამოვთვალო, ამით კი არ მინდა რომ შიშის საფუძველი მოგცეთ, უბრალოდ გეუბნებით, რამდენად სერიოზული მდგომარეობაა შაქრიანი დიაბეტი, იმისგან განსხვავებით რა აზრიც ხალხურად არის გავრცელებული, რომ უბრალოდ პლაზმაში აწეული შაქრის დონეა შაქრიანი დიაბეტი. მაგრამ თქვენთვის მარტივად გასაგები რომ გახდეს, განა რა იცვლება ორგანიზმში დიაბეტის დროს ისეთი, რომ ამდენ უამრავ დაავადებას და უამრავ ორგანოს აზიანებს. ნორმალურ მდგომარეობაში საკვებით მიღებული ნახშირწყლები წვრილ ნაწლავში იშლებიან და შეიწოვებიან, მაგალითად როგორც გლუკოზა. როდესაც სისხლში მოხდება გლუკოზა, სისხლში გლუკოზის დონის ამ აწევას აფიქსირებს ჩვენი ერთ-ერთი ორგანოს პანკრეასის სპეციალიზებული უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სისხლში გლუკოზის დონის კონტროლზე. ამ უჯრედებს ბეტა უჯრედები ჰქვიათ. როდესაც ისინი დააფიქსირებენ ამ ზრდას, ისინი გამოიმუშავებენ სპეციალურ ჰორმონს, რომელიც დარწმუნებულიო ყველა კარგად იცით, ეს არის ინსულინი. ინსულინი კი არის ჰორმონი, რომელიც ორგანიზმში ძირითადად კუნთებზე, ღვიძლსა და ცხიმოვან ქსოვილზე მოქმედებს. და უზრუნველყოფს იმას, რომ სისხლში მოხვედრილი ეს გლუკოზა სხვადასხვა უჯრედებში ავითვისოთ და ის გამოვიყენოთ ენერგიის წყაროდ. რადგან გლუკოზა არის უნივერსალური ენერგიის წყარო, როგორც ჩვენი თავის ტვინისთვის, ასევე კუნთოვანი ქსოვილისთვის და მოკლედ ჩვენი აქტიურობისთვის და ცხოვრებისთვის. საბოლოოდ ჩვენს უჯრედებში ამ გლუკოზის გადამუშავებით მიიღება ATP, მოლეკულა, რომელიც არის ჩვენი ორგანიზმის ენერგიის წყარო და მის გარეშე უბრალოდ ვერც ერთი ორგანო ვერ იფუნქციონირებს. აი დიაბეტის დროს კი ამ პროცესში სხვადასხვა დარღვევები შეინიშნება. დასაწყისში მინდა გითხრათ, რომ დიაბეტი ერთ დღეში არ ვითარდება. ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი და ამ პროცესში შესაძლებელია ისეთი ეტაპების აღმოჩენაც, მაგალითად პრედიაბეტის, როდესაც კონკრეტულმა ადამიანმა შესაძლებელია თავისი ფიზიკური აქტივობის, კვების და ცხოვრების წესის შეცვლით მეორე ტიპის დიაბეტის განვითარებას თავიც კი დააღწიოს. ეს რა თქმა უნდა ყველასთვის ასე არ ხდება. აი სწორედ ამისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ ის ნიშნები, რაც მიგვანიშნებს პრედიაბეტის ან დიაბეტის განვითარებაზე, რომ დასაწყისშივე აღმოვაჩინოთ ეს დაავადება და არ მივიდეთ ისეთ ჯანმრთელობის პრობლემებთან, რომელთა გამოსწორება და მკურნალობაც უკვე ექიმებისთვისაც შეუძლებელია. დიაბეტის განვითარება იწყება ინსულინ რეზისტენტობიდან. მარტივად გასაგებია ალბათ, ინსულინი არის ის ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება და რეზისტენტობა ნიშნავს, რომ ჩვენი ორგანიზმის უჯრედები ამ ინსულინის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეები ხდებიან. მაგრამ რა შუაშია ცხოვრების სტილი და ფიზიკური აქტივობა ჩვენი უჯრედების რეზისტენტობასთან? მათ შორის იმაზე მეტი კავშირია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ადამიანმა იფიქროს. კონკრეტულად ჩვენს ორგანიზმში დაგროვილი ვისცერალური ცხიმი, ეს არის ცხიმი, რომელიც მაგალითად ჩვენი შინაგანი ორგანოების გარშემო გროვდება, არის ჰორმონალურად ზეაქტიური ორგანო. წარმოიდგინეთ ცხიმოვანი უჯრედები, რომლებიც ჰორმონებს გამოიმუშავებენ. ამას გარდა ისინი გამოიმუშავებენ ანთების მასტიმულირებელ ფაქტორებს. 600-მდე ბიოაქტიური მოლეკულა გამომუშავდება ამ ცხიმოვანი უჯრედებისგან, რომელთაც ადიპოკინები, ციტოკინები და ქემოკინები ჰქვიათ. ძალიან ღრმად სირთულეში რომ არ შევიდეთ, მარტივად გეტყვით, რომ ეს ნივთიერებები თავისი ეფექტით ორგანიზმზე და კონკრეტულ უჯრედებზე თანდათან ცვლიან უჯრედის სასიგნალო გზებს და ბოლოს შედეგად იწვევენ იმას, რომ ჩვენი უჯრედები და მათი სასიგნალო მოლეკულები ნაკლებად მგრძნობიარენი არიან ინსულინის როგორც ჰორმონის მიმართ. შედეგი რა არის? თანდათან უფრო და უფრო მეტი ინსულინია საჭირო იმისთვის, რომ იგივე ეფექტი მივიღოთ. პანკრეასის უჯრედებს უწევთ ორმაგად მუშაობა, ორმაგი დატვირთვით და უფრო მეტი ჰორმონის შექმნა იმისთვის, რომ ეს კონკრეტული რაოდენობა გლუკოზა ორგანიზმში ავითვისოთ და ის როგორც საწვავი და ენერგიის წყარო ისე გამოვიყენოთ. აი სწორედ ეს არის ის ეტაპი, როდესაც ადამიანს შეუძლია ეს გაზრდილი ინსულინ რეზისტენტობა თავისი ცხოვრების სტილის შეცვლით, ფიზიკური აქტივობით, კვების დაბალანსებით მაქსიმალურად ეცადოს და დაეხმაროს თავის ორგანიზმს ამ განსაკუთრებულ მდგომარეობაში და ეს ზედმეტი ტვირთი
თავისი ეფექტური ქცევით მოუხსნას. თუმცა ადამიანების უმრავლესობა, რომელიც პრედიაბეტურ ფაზაშია, ისევ ისე აგრძელებს ცხოვრებას, როგორც აქამდე ცხოვრობდა და შესაბამისად ეს ინსულინ რეზისტენტობა უფრო და უფრო ღრმავდება. იმ მომენტამდე, როდესაც პანკრეასის უჯრედები ვეღარ შეძლებენ ამ გაზრდილი დატვირთვით მუშაობას და ამ გაზრდილი რაოდენობით ჰორმონის წარმოქმნას. გაუცდებით რომ გითხრათ, რამდენად დიდი რესურსი აქვს ჩვენს ორგანიზმს და რამდენი ხნის განმავლობაში ახერხებს ის, რომ ეს გაზრდილი მოთხოვნა ამ ჰორმონ ინსულინზე დააკმაყოფილოს. თუმცა ჩვენი ქცევიდან გამომდინარე, სამწუხაროდ ხშირად მივდივართ იმ ეტაპამდეც, როდესაც ორგანიზმი ამას ვეღარ ახერხებს და ვითარდება მეორე ტიპის დიაბეტი. ანუ ნელ-ნელა იმ სპეციალიზებული უჯრედების რაოდენობა პანკრეასში ბეტა უჯრედების იკლებს და შესაბამისად ჩვენი ჰორმონის ინსულინის დონეს, რომელიც ორმაგად უფრო საჭირო იყო ამ მდგომარეობაში, უფრო და უფრო იკლებს. შედეგად რა გვაქვს? სისხლის პლაზმაში უნორმოდ გაზრდილი შაქრის დონე, რომელიც უჯრედებს უბრალოდ არ შეუძლიათ რომ შეითვისონ და მოიხმარონ. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ორგანიზმი შიმშილობს მიუხედავად იმისა, რომ სისხლის პლაზმაში წარმოუდგენლად მაღალი შაქრის დონეა. და ის სწორედ აქ იწყება უკვე იმ უამრავი ნიშნის გამოვლენა, რაც ყველა ადამიანმა უკვე იცის. აქვე სანამ იმ 10 ნიშანზე მივალთ, გეტყვით რატომ არის გლუკოზის გაზრდილი დონე სისხლის პლაზმაში ესეთი ტოქსიური და ამდენ ზიანს როგორ იწვევს. მაღალი გლუკოზის დონე იწვევს სისხლის პლაზმაში გლიკირებული მოლეკულების წარმოქმნას. ესენი არიან მოლეკულები, მაგალითად ცილის ან ცხიმის მოლეკულები, რომელსაც ეს გაზრდილი გლუკოზის დონის შემთხვევაში ეს გლუკოზის მოლეკულა უკავშირდება და წარმოქმნის ასე ვთქვათ სტრუქტურა შეცვლილ ცილის ან ცხიმის მოლეკულას. ამ პროცესების შედეგად ზიანდება მაგალითად სისხლძარღვის შიდა ამონფენის შრე, რომელიც მერე საფუძვლად უდევს მაგალითად ინსულტის ან ინფარქტის განვითარებას, ან პერიფერიული არტერიული დაავადების განვითარებას. პარალელურად ესე პათოლოგიურად გაზრდილი გლუკოზის დონე იწვევს ორგანიზმში ოქსიდაციურ სტრესს. ამის შედეგად დამატებით ზიანდებიან ორგანიზმში ის უწვრილესი სისხლძარღვები, რომლებიც ჩვენი ორგანოების ან კიდურების მომარაგებისთვის უმნიშვნელოვანესი არიან. გლუკოზა, როდესაც ესე გაზრდილი დონით არის წარმოდგენილი, ის გარდაიქმნება ასევე სორბიტულად. ეს არის ნივთიერება, რომელიც აზიანებს იმ ნერვულ დაბოლოებებს, გადამწყვეტ როლს თამაშობს ხედველობის დაქვეითებაში, თირკმლის დაზიანებაში. და ბოლოს ამ ჩუმი და ეტაპობრივი პროცესით მივდივართ ორგანოების სისტემურ დაზიანებაზე, რომლებიც ერთმანეთის შემდეგ იჩენენ თავს და ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობაში გადაიზრდებიან. ახლა კი მივედით ამ ვიდეოში უმნიშვნელოვანეს მომენტზე, კონკრეტულად ის 10 ნიშანი, რომლის ამოცნობაც უნდა შეგვეძლოს და ეგრევე ეჭვი მივიტანოთ შაქრიან დიაბეტზე და მივმართოთ ექიმს, რათა პროფესიონალმა გამორიცხოს ეს მდგომარეობა. პირველი ეს არის გაძლიერებული და გახშირებული წყურვილი. ეს ალბათ უმრავლეს თქვენგანს ეცნობა. გლუკოზის გაზრდილი დონის დროს სისხლში თირკმლით გამოიყოფა გლუკოზის იმაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე ნორმალურ მდგომარეობაში. შედეგად გვაქვს ის, რომ გლუკოზა ოსმოსურად აქტიურია, ეს ნიშნავს, რომ ის იკავშირებს ბევრ წყლის მოლეკულას და შესაბამისად შარდით გამოიყოფა იმაზე მეტი სითხე და სითხესთან ერთად ნატრიუმი და კალიუმი, როგორც ელექტროლიტები, ვიდრე ნორმალურ მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, როდესაც ორგანიზმი იმაზე მეტ წყალს კარგავს, ვიდრე საჭიროა, ტვინი რა თქმა უნდა აგზავნის სიგნალს, რომ ეს დეფიციტი შეივსოს. ეს გვაძლევს ზუსტად ამ გახშირებულ წყურვილს და გაძლიერებულ წყურვილის გრძნობას. შემდეგი, რაც უკვე ირიბად აღვნიშნე, არის გახშირებული შარდვა და ეს ყველაფერი ზუსტად იმ პრინციპით ხდება, რაც უკვე მოგიყევით. შემდეგი არის დაღლილობა და შეუძლოდ ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის პლაზმაში იმაზე მეტი გლუკოზაა, ვიდრე ნორმალურ მდგომარეობაში ორგანიზმს ჭირდება, როგორც გითხარით, უჯრედებს არ მიუწვდებათ ხელი ამ გლუკოზაზე და ენერგიის წყაროზე, შესაბამისად ისინი განიცდიან შიმშილს და უწევთ ენერგიის ალტერნატიული წყაროები გამოიყენონ. ამას ემატება, რა თქმა უნდა, სითხისა და ელექტროლიტების მასიური დაკარგვა შარდით, რაც საბოლოოდ კომბინაციაში გვაძლევს ამ დაღლილობის შეგრძნებას და შეუძლოდ ყოფნას. შემდეგი არის არასასურველი წონის კლება. წინა ვიდეოშიც ვთქვი, რომ არასასურველი წონის კლება არის ის ნიშანი, რომელიც არასდროს არ უნდა დააიგნოროთ. როგორც გითხარით, უჯრედები, როდესაც გლუკოზას ვერ მოიხმარენ, ისინი ალტერნატიულად ცდილობენ რამე ენერგია მიიღონ და ამ ენერგიის წყაროთ იყენებენ ცილებს და ცხიმებს. ცილებს მაგალითად კუნთოვანი ქსოვილიდან. ანუ ასე ვთქვათ, ორგანიზმი გადადის შიმშილის და განლევის ფაზაში მიუხედავად იმისა, რომ გლუკოზა გაცილებით მეტია, ვიდრე მას ჭირდება. შესაბამისად ვითარდება, რა თქმა უნდა, წონის არასასურველი კლება. ამიტომ თუ 5-6 თვის განმავლობაში დაახლოებით 5%-იანი წონის კლება შეამჩნიეთ, უნდა ეცადოთ, რომ ეს პროცესი პროფესიონალმა გამოიკვლიოს და მსგავსი საშიში მიმდინარეობები გამორიცხოს. შემდეგი არის მხედველობის გაუარესება. ეს შეიძლება ადრეული სიმპტომი იყოს. გლუკოზის გაზრდილი დონისას სისხლის პლაზმაში იცვლება თვალის ლინზაში შემავალი სითხის შემადგენლობა. ლინზა შუპდება და შესაბამისად სხივი სხვანაირად გარდატყდება ლინზის გავლით და ჩვენ უკვე მაგალითად კონკრეტულ საგნებს აღვიქვამთ არამკვეთრად. ანუ თქვენ თუ უცაბედად შეამჩნიეთ, რომ თქვენი მხედველობა შესუსტდა, გაბლარულად აღვიქვამთ რაღაცეებს და ვეღარ ხედავთ მკვეთრად, ესეც შეიძლება დიაბეტზე მიუთითებდეს. შემდეგი არის ჭრილობების შენელებული და
გაძნელებული შეხორცება. პატარა დაზიანებებიც ნელ-ნელა და გაძნელებით ხორცდებიან. ამ ყველაფრის მიზეზი კი არის გაუარესებული სისხლის მიმოქცევა, კოლაგენის პროდუქციის შემცირება, შემცირებული იმუნური სისტემის ფუნქცია და რაც მთავარია, ქრონიკული ანთებითი ფონი ორგანიზმში, რაც საბოლოოდ შედეგად გვაძლევს იმას, რომ პატარა დაზიანებებიც, როგორც გითხარით, პრობლემურდება და ნელ-ნელა ხორცდებიან. შემდეგი არის გახშირებული ინფექციები. ეს რა თქმა უნდა იმ ფაქტორთანაც არის კავშირში, რომ ადამიანის იმუნური სისტემა ამ მდგომარეობაში ეფექტურად ვეღარ ფუნქციონირებს. დამატებით, შარდში გლუკოზის გაზრდილი დონე იდეალურ გარემოს ქმნის ბაქტერიებისთვის, რომ ისინი გაიზარდონ, გამრავლდნენ და გამოიწვიონ ინფექციები. ამიტომ საშარდე გზების ინფექციებიც დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში ხშირია. დაბუჟების, წვისა და მგრძნობელობის დაქვეითება ფეხებში და კიდურებში. ეს შედეგია იმ უმცირესი ნერვული დაბოლოებების დაზიანებისა, რომელიც დასაწყისშიც აღვნიშნე. დამატებით ამ ყველაფერს ემატება უწრილესი სისხლძარღვების დაზიანება და მათი ამომფენი ეპითელის დაზიანება, რასაც სამედიცინო ენაზე მიკროანგიოპათია ჰქვია. შედეგად კი ვიღებთ მაგალითად ფეხის ტერფებზე დაქვეითებულ შეგრძნებას, ხშირად დაბუჟების, წვის შეგრძნების განვითარებას. და ბოლოს ნიშანი, რომელსაც ბევრი ადამიანი არ იცნობს და საერთოდ არც აკვირდება, ეს არის კანის შეფერილობის ცვლილება, რომელსაც აკანთოზის ნიგრი კანს ჰქვია. ეს ნიშანი პირდაპირ მეტყველებს ინსულინ რეზისტენტობაზე, ანუ ინსულინის მიმართ შემცირებულ მგრძნობელობაზე. ეს შეფერილობა კი ძირითადად ვითარდება იღლიების, საზარდულისა და კისრის მიდამოში. ეს იმიტომ, რომ საწყის დონეზე, როდესაც პანკრეასი ცდილობს, რომ ეს ინსულინ რეზისტენტობა დააბალანსოს, უფრო მეტი ინსულინი ცირკულირებს ჩვენს ორგანიზმში, ვიდრე საჭიროა. ინსულინის გაზრდილი დონე კი ასტიმულირებს კანში სხვადასხვა ზრდის ჰორმონების გამომუშავებას, რაც შედეგად საბოლოოდ გვაძლევს ამ დამახასიათებელ შეფერილობას იმ არეალებში, რომლებიც აქამდე აღვნიშნე. და აქვე უმნიშვნელოვანესი რამ უნდა გითხრათ, რასაც ძალიან ბევრ ადამიანთან მხედავ, რომელიც დიაბეტს ებრძვის. დიაბეტის მკურნალობის ყველა ეტაპზე აბსოლუტურად უპირველესი ნაბიჯია ცხოვრების წესის ფიზიკური აქტივობის და კვების სტილის ცვლილება. ეს ფაქტორებია უძლიერესი და ყველაზე ეფექტური წამალი. აი მხოლოდ ამის შემდეგ, თუ ეს ფაქტორები ადამიანს ვერ დაეხმარება, თავისი ეს პათოლოგიური და მოშლილი მეტაბოლური სიტუაცია გააკონტროლოს, მოდიან უკვე მედიკამენტები. თუმცა უმრავლეს ადამიანს გონია, რომ რადგან მედიკამენტს იღებს, ეს მედიკამენტი აბათილებს იმ არაჯანსაღყვებასაც, უმოძრაო ცხოვრების სტილსაც და ასე შემდეგ. რადგან მედიკამენტს იღებთ, არ ნიშნავს იმას, რომ იმ სტილმა ცხოვრებისა, რამაც ამ დაავადებამდე მოგიყვანათ, ისევ ისე უნდა განაგრძოთ ცხოვრება. პირიქით, მედიკამენტის მიღებამდე უპირველესად ის უნდა შეცვალოთ, რამაც აქამდე მოგიყვანათ, რომ რეალურად თქვენი ჯანმრთელობა და ორგანიზმი დაიცვათ. ვარჯიში კი არ იგულისხმება ის, რომ ათლეტივით აქტიურები უნდა გახდეთ. ეს ყველაფერი უნდა დაიწყოთ უმარტივესით. უბრალოდ ფეხით სიარულით. ყოველდღიურად ეს დაბალი ინტენსივობის აქტივობაც კი წარმოუდგენლად დიდ შედეგს მოგცემთ და ინსულინ რეზისტენტობის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური ბერკეტია. რადგან როდესაც კუნთოვანი ქსოვილი აქტიურდება, გლუკოზის ათვისებაც ამ ქსოვილში მარტივი ხდება. ამ ყველაფერზე ცალკე ვიდეოს აუცილებლად ჩავწერ, როგორ მოქმედებს ვარჯიში დიაბეტზე და პრედიაბეტურ სტადიაზე. თქვენ კი თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გაუზიარეთ მეგობრებს. თქვენი აქტიურობა ამ არხზე ჩემი სტიმულია, რომ უფრო საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ.